Salami YouTube's დავბრუნდით შემდეგი ვიდეოთი მზადების დღეს ვარჯიშობთ კერძს მარტო არ ვარჯიშობთ და ვარჯიშობთ სხვა დარბაზში მანამდე სანამ გავალ ვაპირებ რომ პატარა ხემსი მქონდეს რადგან ცოტა დრო გავიდა ბოლკვებიდან და მაგ დროს მაქვს უფლება რომ ბანანი ჭამოდა დღეს მინდა რომ დავაგებონო აი ეს Taste Strong-ის პუდინგი რომელიც გამომიგზავნეს და მალე დავდებ ამაზე ვიდეოს დანარჩენი ნახოთ როგორ ვარჯი იქნება მაინტერესებს ხოლმე სხვა დარბაზები განათების ხრივ ტრენაჟერების ხრივ და ასე შემდეგ და დიდი ხანია თან სხვასთან არ მივარჯიშია და ისევ თავს თვალ შორის თოლიენ თბილისი ბევრად ასწორებს უკეთესი განწყობაა კაი ეხლა ნახოთ ეს როგორია ვა კარგად გამიყურება აუ რა გემრიელია და გემრიელია კარამელია სუფთა ბანანიც აქვია ზავა მომწონა რან გასწორა ვალიოს ჯობია all მართლა ეს ცოტა სქელია ვალიოს ცოტა თხელია და მაგ ხრი მე მომწონს ეს უფრო короче ამ ქალაქში რომ მოძრაობა ისეთი თუ სადმე იყოს თავი მომაჯერეთ მაგრამ ისეთი კაი ამინდია თოვლი და ეს ცოტა მოღრუბული ამინდი ძალიან მიყვარს მზადები ნენელა ახლოვდება მომენტ და რომ დარჩა რამდენი ხანი 3 თვეზე ნაკლები რა თითქმის დაახლოებით 3 თვე მზადებით ცოტა წინაზე რომ მომემზადე ეს ნატურალურ ჩემპიონატზე რომ მზადებოდი გავმივიდა 59 დღე ეგრევე შობა დავიწყე მაშინ და ეხლა ვნახოთ ეხლა უნდა იყოს ძალიან მაგარი ფორმა სხვანაირად არ გამოვა კვება ისე როგორც უნდა იყოს არაფერი არ მაქვს არეული რაც მიწერია იმას ჭამ რაც მიწერია იმას სვამ დანამატებიზე უკვე მოვგვარდით ნახავთ unboxings fitness formula გვეხმარება იქნება ჩემს გვერდით მთელი მზადება ასევე შეიძლება გამოჩნდეს კიდე კომპანიები რომლებიც ჩაერთვებიან და ძალიან მიხარია როდესაც ინიციატივას გამოხატავენ და რაღაც დოზით მაინც გაფასებენ რა თორემ მაგაზე კაი შექმნა არაფერია რა თქმა უნდა სანამ რაღაც დონეზე რაღაცას მიაღწევ და რომ მიაღწევ და მე რომ უნდათ ეგ უკვე მაგ დროს გვიანია რა სანამ ადამიანი განვითარების ეტაპზე არის მაშინ სჭირდება ყოველწად შენი გვერდში დგომა როგორც ადამიანური ისე თანამშრომლური ნებისმიერი სახის სანამ ვითარდება თორე თუ იმ ნიშნულზე მივიდა უკვე განვითარებულია სირთულეები რაც ყოველდღიურობაში ქონდა გადალახა ეს ყველაფერი მაგ შემთხვევაში დიდად უკვე აღარ დასჭირდება თქვენი გვერდში დგომა გამარჯობათ ეს არის გეგი AKA ტატოშვილი ძოგლიძე დღეს გეგის ერთ დავიჩვით კერძს გამარჯობა ცოტა კაი განათება უნდა იყოს თან მაგარი დავიწყეთ სტანდარტულად პეპელათი ოღონდ მეურნეობითი ტრენაჟორი ეს ტრენაჟორი იდეაში კარგია მაგრამ ეს სტანდარტულად უფრო მიჩვენია მაგრამ რადგან სხვა დარბაზში ვარ და დღეს გეგის წესებით ვარჯიშობთ იყოს ეს ტრენაჟორი და მე ჩვეულებრივ პეპელა მიჩვენია ვაკეთებთ 8-დან 12 გამეორებას მე 8 გიგი 10-12 დავაი 1
აი. ძიმია ხო? კარდიოს აკეთებ, ხო? მე კაშავი კარდიოს აკეთებს. მეორე ვარჩი ვაკეთებ ზედამკერდის განტელის ვარიაციას. ხო მოგეხმარო. განტელი ჩემთვის ცოტა სტაბილურია და ტრამვის გამო თავი ავიცილო. ამიტომ ჰამერში ვაკეთებ რა მაინც. დიწონასაც ვიღებ, მეტი კონცენტრაცია მაქვს და შედარებით უფრო მარტივი შესრულებელია რა. დავაი. აკაც იგივე რეფრენჯში 8-დან 10 გამეორება, 10-12 გიგისთან რა. დავაი. მე 12-ს ვაკეთებ, მე ჩავდე წოდაბლა. ხო, რა მე 10 და მე 8. დოშ. ხო, ეხმარები შენია, მიდი. ეხმარები. ორ დავაი. ერთი და ჩაიდან გიხმარებ, ჩაიდან ორი მოდი, ელა. და, ელა. კედის და. ვიდი. ნიადოშ. ჩაუჭირო. უჭე. ოპა, და. აი. მესამე ვარჯი. ნუ პირველი ის ახურების პონჩი იყო რა. Smith incline on 45 დაბლა არის ცოტა ეს. დავაი. ორი და გეხმარები. ერთი შენია და გეხმარები. შენია. ერთი და. დავაი. მარტივად დავაი. მე დავაი. შენია. აქ 8 100 არ კი. ჰა? 100 იყო? 100. 100 იყო მარტო ბარზე და ბარი 20. 120. არ უნდა დაიბინე ეგეთ მომენტებში რა. ელა. დავაი. ერთი. დამოიტანო. ორი. სამი რა ჯანზია შეხედე. 4. 5. 6 დავაი. 7. ერთი? არა, ვიდი. Всё. Natural lifting no more. მორჩა. და კედის ბოლო ვარჩად ვაკეთებთ 2 წელს წინ გადახარ პოზიციაში, ჩამკარეთ. დიაში ქვედამკერდისთვის იდეალური ვარჯიში არის. და ნუ ამ შემთხვევაში პირადად ცოტა მეტ გამეორებს ვიმხრობი ამ ვარჯიშზე. ჩამ წავიდე. რამდენი იყო? 12. კარდიო. Ой. Кей горди, ари бичело. Опа! Умаграто. Гидгорზე ავიდეთ ვაფშე. აი გავი სასწაულზე ავიდეთ. შეარტყავს ეხლა ნახე დრიფტი შედის. აი ეგრევე შედი. აი ამ უყინესამიდან მეოთხეში და შეუნაც. ოპა. დინგი დაგვეცა მაგია. მოკლედ მოურჩით ვარჯიშს. გამოვედით ცოტა გავერთეთ, იმიტომ რომ თავს გარეთ დაასწორებს. იმიტომ დიდი ხანი არ ხდება ხო ესეთი ამბები თან მით უმეტეს მარტში. ხალმიდურ სახში ძალიან გვიანია საკმაოდ. მაგრამ ამ თოვლის ფონზე იმდენი ხალხია რომ რა გარეთ არის ძალიან ბევრი ხალხი. და მაიმუნებს მე აგერ.